რეგისტრაციის აკრძალვას ვაპროტესტებთ გამბაჟების სისტემის ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება აქცენტს მთავრობას არ ადამიანი გამოთქვა პროტესტი მოსულია კანონპროექტის შემუშავების დღიდანვე ვაპროტესტებთ გარკვეულ მუხლებს ამ კანონპროექტში. ეს არის მარჯვენა საჭიენი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, ეს არის გამბაჟების სისტემის შეცვლა იმ სახით, როგორც არის წარდგენილი და ეს არის ესე ვთქვათ ნაჩქარებად მიღებული 100 ქულიანი მართვის მოწყობების სისტემის შემოღება. რამოდენიმე მიზეზის გამო, პირველი რომ ეს ეწინააღმდება ადამიანის არჩევანის თავისუფლებას და მათ საკუთრების უფლებად, ყავდეთ მარჯვენა საჭიენი ავტომობილი თუ მარცხენა საჭიენი ავტომობილი. და რეალურად ის არგუმენტები, რაც აქვს ხელისუფლებას, რომ ამ პრობლემებით სულს მოაგვაროს საცობების პრობლემა, მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემა და ეკოლოგიური პრობლემა არის აბსურდული და მიუღებელი. თუ რეალურად საცობები აწუხებს ამ მთავრობას, ის პროექტები უნდა დაესრულებია, როგორიც არის ვერხვი და მოყვიზებთან ხიდი, რომელიც გააჩერეს, შემოვითი რკინიგზის პროექტი, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების პროექტი უნდა განეხორციელებია, ის ხიდები, რომელიც არსებულია და დაექვემდებარა რეაბილიტაციას და გააჩერეს უკვე წელიწად ნახევარია რამდენიმე ხიდი ქალაქში, აი ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი საცობების ესგან ქალაქის გათავისუფლების თაობაზე. მაგრამ ეხლა კვირიკაშვილი გამოდის და იძახის, რომ ეს პროექტი მიზნად ისახავს შემდეგ, რომ ქალაქში აღარ იქნება საცობები, რაც არის აბსოლუტურად ცთარი მოსაზრება. პირიქით, უმუშევრობის დონე არამხოლოდ ქალაქში, ქვეყანაში გაიზრდება თანაც საგრძნობლად, ვინაიდან ათასობით ადამიანი არის ჩართული ამ ბიზნესში. და ხალხი ლუკპაპურს შოულობს, იმიტომ რომ იაპონიიდან მანქანები ჩამოყავთ. და კვირიკაშვილზე რამენად უკეთესად იციან მარჯვენა საჭიანი ავტომობილის პრობლემა, რომ მარცხენა საჭიანი ავტომობილი ჯობია. მაგრამ მდგომარეობაა საოლო ქვეყანაში და ეკონომიკას უნდა განვითარება და არა ესეთი კაბალური კანონებით უბრალოდ აკრძალვა მანქანების შემოყვანის ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეყოფა საღი აზრი კვირიკაშვილს და მთავრობას და ბატონ ივანიშვილს და ამ კანონის მიღებაზე უარს იტყობა.